სალამი მეგობრებო, ილარიონი ვარ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, გამარჯობა. დღეს მინდა ვესაუბრო, რატო ვერ ვანებებ ნარკოტიკებს თავს და მე რატო ვერ ვინარჩუნებ ამ სიფხიზლეს, ჩემს დაკვირვებებს და გამოცდილებებს გაგიზიარებთ. ანუ პირველი არის ჩემი აზრით მოლოდინი, რომ მეც მათ შორის ვიყავი და თქვენ შორის, რომ სუადრე იყო, რომ რაღაცა თერაპევტ და ფსიქოლოგთან მივიდოდი და მეგონა, რომ всё რა, დავანებებდი ყველაფრის თავზე დავიწყებდი ახალ ცხოვრებას. მე ამას დაემატა ნარკოლოგები, კლინიკები რაღაცები და აღმოჩნდა რომ ესე არ მუშაობს რა მოკლედ და მანდ ვერ ვიპოვე მოკლედ გამოსავალი რა. და შემდეგ მეც რაღაცა ბრაზდებოდი და ხან რაღაცებს განცავდი, ხან რაღაცებს ვაბრალებდი და მოკლედ ვიყავი ამ სხვების რაღაცა დაბრალებებში რა. რამაც ბუნებრივია ხელი შემეშალა იმაში რომ მიამეღო ჩემს სიფხიზლეზე პასუხისმგებლობა. მეორე არის კიდე ის რომ ადამიანების უმეტესობას გქონია და ჯერა რომ რაღაც კლინიკაში დავწვევით, ორ კვირაში გამოვალთ და რაღაც ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებთ ცხოვრებას. ეს ისე არ არის. უბრალოდ რავი, კლინიკები გვეხმარებიან, ეხლა როგორი ხარისხია საქართველოში და რა ხდება ამაზე. მე გზადაგზე ვლაპარაკებ. მაგრამ ის რომ კლინიკიდან გამოვალთ და დავიწყებთ ჩვეულებრივ ცხოვრებას, ანუ ესე არ არის რა. მე მაგალითად კლინიკიდან რომ გამოვედი, დაახლოებით ეხლა რო ვფიქრობ, სადღაც 1 წელი დამჭირდა რომ აი მეტნაკლებად ჩვეული რითმში დაბრუნებული ყავ და ამ 1 წლის განმავლობაში დაახლოებით რომ გამოვედი კლინიკიდან ვიმკურნალი 3-4 დღის სწავლები ვსვი, მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცები ვაკეთე და ხო რა, ეხლა ვფიქრობ რომ 1 წელი მინიმუმ არის ის დრო, ჩემ შემთხვევაში ესე იყო, რომ რაღაცნაირად იმ რელსებზე დაბრუნებული ყავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულად რაღაცა გამოჯანმრთელებული დაბრუნდი ცხოვრებაში და გავაგრძელებდი ცხოვრებას. აი ერთი მაგალითი მინდა კიდე რომ თქვა, რომ გვიშინ მეგობარმა, ანუ ჩემ ძველი მეგობარია ბავშვობის და აი ძალიან კეთილი და საყვარელი და კაროჩი რა, ძალიან საკაიფო ტიპია, მარტივად რომ გითხრათ და ძალიან ღრმათ არის რა ეხლა რა და მოკლედ რაღაც ვეხმარები რა, რაც ვცდილობ რა და აი რაღაც ეს მელაპარაკება და კაროჩი ვიღაცა რუსი ბაიკერია რა და ვიღაცა რუსმა მომიყენაოთ რა, არ ვიცი, მე მგონი რუსმა რა და მოკლედ რაღაცა ვკითხაო, იმანო არ ვიმპასუხაო თუ ცუდად ვიმპასუხაო და გავეკიდეო და მოკლედ რა მიყვება ამ დეტალებს აღარ მოყვები და თან ამ დროს ველაპარაკები, ანუ ფიქრობს რომ თავის ბრალი არ არის რაღაც პონჩი, იმიტომ რომ გაბრუებულია რომ ფიქრობს რომ დანებება უნდა და ანუ ეს მაგალითად მოყავს რომ ანუ ესე ვერ დავანებებთ რა თავს და ანუ თუ რაღაცა ჩვენი მენტალური მდგომარეობა არ შევცვალეთ და რაღაცა სიმშვიდისკენ სწრაფ, ანუ ზუსტად მაგას გვიკეთებს რა ნარკოტიკი რა, რომ მივყავართ ამ აგრესიაში და შფოთვაში და ნერვებზე და აი მეც ესე ვიყავი რა, ბუნებრივია რა და უბრალოდ ჩემი რჩევა არის რომ მე ეხლა რაღაც კურსს გავდივარ მოგეთ სხვა ქვეყანაში ზუსტად მაგ მენეჯმენტზე, რომ აი საიდან უნდა დაიწყო მენეჯმენტი. ანუ პირველი ჩემი ეს რომ პირადი ურთიერთობა უნდა მოაგვარო, ფინანსური ურთიერთობა უნდა მოაგვარო, რაღაცები კლინიკიდან რომ გამოხვალდა რაღაცა. მანქანის ლომბარდი გირეკავს და ცოლთან აჩხუბარი ხარ და რაღაცა დასდევდა, ანუ კარჩი ესე ძალიან ძნელია. ძალიან ძნელი კარი ჩემი აზრით შეუძლებელია რა. ამ ყველაფერს იმის თქმა მინდოდა, რომ თავშია ჩვენი მთავარი პრობლემა და შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერი დაგვეხმარება რა, კლინიკაც ჩვეულებრივი ადამიანის, რავი, შეიძლება მოძღვარი იყოს, შეიძლება რავი, სულიერი სიმშვიდე სხვაგან ვიპოვოთ და მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ უკეთესები უნდა გავხდეთ და ჩვენ თავშია გასაღებები და მინდოდა რომ ეს უცებ ვსეინობდი რა. მინდოდა რომ გამეზიარებინა თქვენთვის რა. უდიდესი მადლობა იმისათვის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი რაღაცა მწერს და ვცდილობ რომ დავეხმარო და ჩემთვის აი ეს არის უდიდესი мотиваცია და ვეცდები რომ გავაგრძელო ეს საქმიანობა და რავი, ვცდილობ რომ ჩემი აი ძალიან პირადი და რაღაცა გამოცდილებები გაგიზიაროთ და ამიტომ ნუ გექნებათ მოლოდინები, ანუ დაგანგრევთ ეგ მოლოდინები, რომ გამოხვალთ კლინიკიდან და ხვალიდან კარგად იქნებით, ანუ ვინც მოკლედ არ არის ეგრე რა. ძელი გზა არის, დიდი გზა არის, მაგრამ ასწორებს სიფხიზლე და რავი, ჯერა რომ რავი, თუ მოვინდომებთ ვიზამთ. იმიტომ რომ რავი, რომ დავფიქრდით და გავაანალიზე, არაფერი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რაც მართლა მინდოდა რაღაცა ჩავდე რესურსი და არ გამოვიდა და დარწმუნებულია თქვენთანაც ეგრეა. ჯანმრთელობა და კარგი ფიქრები და ძლიერ ემოციებს გიგზავნით დიდი პატივისცემით. ბედნიერად.